დაირღვა თქვენ პრინციპში სამ სტრუქტურას შევხვდით. Ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის აღმასრულებელი ორგანო და კონგრესის შესაბამისად გავლენის მომხდენია აღმასრულებელ ორგანოზე. კონგრესში ორივე პარლამენტს შევხვდით, თუმცა დემოკრატები და კონსერვატორები. მასიაჟი განსხვავდება რესპუბლიკელების და დემოკრატების და საქართველოსადმი შეფასების თვალსაზრისით. ბუნებრივია მე შევხვდი ორივე მხარის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ამერიკაში ყოველთვის იყო საქართველოს ორივე პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ბუნებრივია რომ ინტერესი არის ძალიან დიდი, სკეპტიციზმი არის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა მე რა თქმა უნდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერევა, ბუნებრივია ეს და სწორიც არის და რა თქმა უნდა ჩემი მხრიდანაც არც ერთ შემთხვევაში არასოდეს არც ამერიკის, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ, ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ არ იქნება თხოვნა ან მიმართულება, რომ ისინი ჩვენ საშინაო საქმეში უნდა ჩაერიონ. ჩვენი საქმე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ დემოკრატიის მოთხოვნა ეს არ არის საშინაო საქმეებში ჩარევა. ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ამ ქვეყნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მათ ეს საკითხი ბუნებრივია, რომ ძალიან აწუხებს. ისე მე უნდა ვთქვა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ უფრო მეტად ღრმა ანალიზი გააკეთოს იმისა, თუ სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს, რამდენად რთული არის ქვეყნის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ბუნებრივია, მათ შორის ამაზე იმოქმედებს სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, თუმცა გადამწყვეტი იქნება ის შეცდომები და არასწორი ნაბიჯები, რომელიც იქნა ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ ძალიან კოორდინირებულად, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება გახსნას მედია, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ხალხს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ მან დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. Καλώς კონგრესის მიღმა თესახშიც ბრძანდებოდით და თესახშიც ჰქონდათ შეხვედრები, თუ საიდუმლო არა ვითხარით. ვისთან იყო თესახში შეხვედრა, აი მათგან თუ არის თანხმობა ან დასტური, რომ შეხედავდნენ ფაქტს არჩევნების რიგარეში ჩატარებისა. იცით რა, მე ეს შესავალი სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა და ამერიკა არასოდეს არ უკარნახებს საქართველოს, ან საქართველოს ხელისუფლებას, ან საქართველოს ოპოზიციას დანიშნოს არჩევნები თუ არ დანიშნოს. ამერიკა ამბობს, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, რა გზით უნდა გახდეს იმ გზით, რაც კონსტიტუციური ჩარჩოებია, რაც ნორმალური ჩარჩოებია, რაც მშვიდობიანი ჩარჩოებია, დანარჩენი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, როდესაც გონია, რომ ვინმე მოგვიგوارებს პრობლემას, თუნდაც ჩვენი ყველაზე კარგი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომ ვინმე გადაწყვეტს ჩვენს მაგივრად არჩევნების დანიშვნას, რომ ვინმე გადაწყვეტს ჩვენს მაგივრად რა გზით უნდა წავიდეთ. ჩვენ გვეუბნებიან, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ თქვენს ნორმალურ განვითარებას, ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბებას. დანარჩენი არის ჩვენი გასაკეთებელი. არის ეკონომიკა, მე მინდა პრივატულადაც კი გითხრათ, იმდენად ტელევიზიით აღარ. სწორედ ტელევიზიით მინდა გითხრათ, გუშინ ისეთ როგორ დავიწყუნე. ძალიან საინტერესო ადამიანი გავიწყანი შემთხვევით და საოცრება მითხრა, ეს საოცრება. ასე იგი, ეს ადამიანი, მამაჩემი ჩამოვიყვანეო საჩხერიდანაო, 4 შვილის, მრავალშვილიანი ის არის, ოჯახის მამა და თავისი მამა ჩამოუყვანია, რომ 13-ში მიტინგზე გამოსულიყო, თუ გახსოვთ 13 ივნისის მიტინგი, საპროტესტო მიტინგი და ბედნიერი ვიყავი, რომ ნახე იქავდა გამეცნო და მესაუბრა. მეწარმე, აი მცირე მეწარმე ქვია, პატარა საწარმო აქვს და საოცრებას გეტყვიოდა, აი ეს მინდა რომ თქვენ იცოდეს. დეკემბერში, ესე იგი, რაღაც სამსახურებს ამ ადამიანისთვის უთქვია და გაგიჩერებს, გაგიხურავს სარვებას, თუ 70,000 არ შეიტანო ნაცმუდროობის ყოლაბაშიო. და აი მთელი 5 საათიო ელაჭრეობდა 100,000 ადამიანის ხინას ყოლოდაო. ეს ადამიანი გამოვიდა მერე მიტინგზე. მამა ჩამოიყვანა საჩხერიდან 75 წელიწადსიო და ყინვას ვეგრძნობდა ისე უხარავდა ამე ქართლს მოხედავდაო. ამით ახლა სააკაშვილმა ბრძანა რომ მილიარდ ნახევარი ჯდება არჩევნებზე. აი ესეთ ეგზეკუციები და ამით ახლა დაუშვათ იგივე საარჩევნო კოდექსში რაღაცა
კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანოს. აი ეს რომ მოიწყობა ჩვენთან თქვენ და ბევრი ოპოზიციონერი სხვაებით აფიქსირებს რომ ეგარეშე გვინდა. მე ის ბიზნესმენი შემეწოდა მრავალშვილიანი ოჯახის მამა არის. კიდე ეგზეკუციას მოუწყობენ და კიდე წაარსებენ თანხას. აი როგორ შეიძლება რომ ეს აღარ მოხდეს? ეს აღარ მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას ეყოლება ნორმალური ხელისუფლება. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი რამ დავინახე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, პოზიტიური მივიღე, გარკვეული გამოცდილება ვთქვა, შეცდომებზეც ნეგატიური, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ორივე გამოცდილება მე ძალიან მომეხმარება იმაში, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე ბოლომდე და მე ბოლომდე ვიდგები ჩემი ხალხის გვერდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანას ნორმალური ხელისუფლება ყავდეს, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდეს და მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ უამრავი ის ადამიანი, რომელიც ჩემდა გასაკვირად იმაზე მეტია, ვიდრე მე თავიდან წარმომედგინა ჩემი პარტიის წევრები მყავს ხელმძღვანელობაში, ასევე ბოლომდე იდგებიან იმ ბრძოლაში, კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ბრძოლაში, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის კონკრეტულად ამას როგორ მიახსენებთ? აი ზუსტად როგორ მიახსენებთ ძალიან მარტივად. როგორ შეძლებთ რომ აი ესეთი ტერორობა აღარ მოხდეს? არჩევნები ხდება შეთანხმებით რომ ყველა გინდათ არჩევნები რიგარეს ჩადეს. არა, გვინდაზე არ არის, იცით რა? გვინდა არ გვინდა. ხორება მოიტანო აღიარეთ. თუ ხელი ჩვენ ესე მივუდგებით ამ საკითხს რეალურად უკაცრავად გადმოდავით, მაგრამ ადამიანები, ვინც ესე ილაპარაკებენ, რომ ოპოზიციას უნდა ეხა რიგარეში არჩევნები და როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა ბრძანა თურმე დასაქმების პრობლემა გვაწუხებს ჩვენ ეს ძალიან საინტერესო შემოტრიალებაა საერთოდ ისე ვთქვათ არჩევნების საკითხის თუ ჩვენ ესე ვილაპარაკებთ რომ ვიღაცას დასაქმება მოუნდა, ვიღაცას პარლამენტში მოსვლა მოუნდა და ვიღაცას პრეზიდენტობა მოუნდა და ამიტომ გვინდა არჩევნები, ეს უბრალოდ ხელისუფლების წისქვილზე დაარქვამს. არჩევნები ჩვენ გვინდა იმიტომ, რომ ქვეყანა გადარჩენს. იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ხელში და ამ პრეზიდენტის ხელში ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ნამდვილად. ნუ ჯერ ისიც საერთოდ ძალიან საინტერესო დაცვა არის, მე ნამდვილად არ ვიცოდი საქართველოში არჩევნებს, ამერიკაში არჩევნების ჩატარებაზე სამჯერ მეტი თანხა თუ ჭირდებოდა, ეს ესე იგი ძალიან საინტერესო კალკულაციაა და ამავდროულად მე ვეთანხმები იმ გამოცდილებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მართლა პრეზიდენტმა იცის, რომ 1,5 მილიარდი დაიხარჯა ამ არჩევნების დროს, მაშინ უბრალოდ ელემენტარულად უნდა დაიწყოს ძალიან სერიოზული გამოძიება, რა თანხები იყო ეს 1,5 მილიარდი, საიდან მოვიდა ეს თანხები და როგორ დაიხარჯა, იმიტომ რომ ხალხობდნენ, აი ჩვენ მოდით მოვიწიოთ ხო ნაცმოძრაობის პარტიის აპარატს, აი შემოწმებულობები, რაც არ შეიძლება რომ ოფიციალურად ეს დოკუმენტები არსებობს და დარწმუნებს, რომ ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე 1,5 მილიარდი. აქ არის ლაპარაკი არაოფიციალურ შემოწირულობებზე, რომლის არსებობის თაობაზე მე მინდა გითხრა, რომ მე გარკვეულწილად ნამდვილად ინფორმაცია მქონდა და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო თავის დროზე გასული წლის დეკემბერში, იანვარში, რომ ნებისმიერი ტიპის დატერორება ბიზნესმენებზე ყოფილიყო შეწყვეტილი და ნებისმიერი ტიპის დაფინანსების მოძიება არალეგალური ყოფილიყო. ეს აღიარეთ, აი ხო ამ წუთას აღიარეთ, რომ პარტიული სალარო არსებობს, ფარული პარტიული სალარო. არა, მე არ ვიცი რა არსებობს, მაგრამ ჩემამდე მოდიოდა ხმები, როგორც თქვენამდე მოვიდა კონკრეტული ბიზნესმენებისაგან, რომ მათ თხოვდნენ თანხების მიტანას. მე ვთვლი, რომ ეხლა არის დრო, როდესაც თითოეულმა ადამიანმა, არა მარტო პოლიტიკოსმა, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმაც, რიგითმა მოქალაქეებმაც ნებისმიერ უკანონობასთან დაკავშირებით ხმა უნდა ამოიღონ და მე გარწმუნებ ჩემი მხრიდან და ჩემი პარტიის მხრიდან გაკეთება ყველაფერი, რომ ასეთი ტიპის უკანონობა არ დარჩეს შეუმჩნეველი, ჩვენ ამაზე ხმა ავიმაღლოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. მართალია ხა ცდილობენ ამ პარტიასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნან, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ პარტია დღემდე არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული და იმედია, რომ თვის ბოლომდე მაინც იუსტიციის სამინისტრო დაარეგისტრირებს პარტიას. მართალია არის ესეთი ელემენტარული პრობლემები, როგორც არის თქვა, თუნდაც კვლავ დარბაზის გამოყოფა ზუგდიდის ცენტრში არ მოიძებნა არც ერთი დარბაზი ჩვენი პარტიის შეკრებისათვის, რომელიც ზეგ უნდა გაიმართოს 24-ში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი დღით გადავწიეთ, აღმოჩნდა, რომ კულტურული ცხოვრება, ნუ ეს ჭყალებში, რა თქმა უნდა, ზუგდიდში იმდენად აქტიურია, რომ თურმე არც ერთი დარბაზი თავისუფალი არ არის და დარბაზი მოხდეს ქალაქ გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არეგისტრირებენ ფრაქციას, რომელიც შეიქმნა ჭიათურაში და რამდენიმე რაიონში და 2-3 კვირაა პრაქტიკულად ვერ ახერხებენ ელემენტარული კომისიის სხდომის ჩატარებას, მე დარწმუნებ, რომ პარტიას, რომელიც მე შევქმნი, აქვს იმისი ძალა, რომ ყველა ეს თემა ბოლომდე მიიყვანოს, თავისი წევრებით დაიცვას და ქვეყნის